ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება გურჯაანის გამგეობასთან ყურძნის ფასის გაზრდის მოთხოვნით ამ წუთებში რაიონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მევენახეები ყურძნის ფასის გაზრდას და ღვინის კომპანიების მხრიდან ყურძნის დროულად ჩაბარებას ითხოვენ. მევენახეებს რთველი 2015 საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი და კახეთის გუბერნატორის მოადგილე შეხვდნენ. კახა კუპატაძე მოგვიყვება დეტალებს გურჯაანიდან. ამ წუთებში გურჯაანის გამგეობასთან რაიონის რამდენიმე სოფლის 200-მდე მევენახეა შეკრებილი. მათი მთავარი პროტესტის მიზანი ყურძნის ფასი გახდა. როგორც მოგეხსენებათ, ქაწითელი და კახური მწვანე 60 თეთრი იქნება სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად, ხოლო საფერავი 75 თეთრი. რას ითხოვენ მევენახეები? ჩვენ ერთ-ერთ მათგანს გავესაუბრებით. თქვენი პროტესტის მიზეზი რა არის? ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ეს 70 და 75 თეთრი. ჩვენ გვაკმაყოფილებს ლარის სუმცირე, რომელიც არც ეს ლარი არ არის ფასი, მაგრამ მაინც ლარს ვითხოვთ იმის გულისთვის, რომ ხალხს გვაძლიეს ლარი. არაფერი არ არის, ხალხს ქვეყნის ვალი აქვს, ბანკის ვალი აქვს, ყველაფრის ვალი აქვს, ხალხს სულსახვდიან, აზრი არ აქვს, 60-ში არ ჩავაბარებთ, დავალბობთ, დავტოვებთ ზედ. არ დავკრიფავთ. ცოტა ხნის წინ აქ მოვიდა რთველი 2015 საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი შეხვდა აქციის მონაწილეებს. მისი განცხადებით, ცოტა ხნის წინ 4 სახელმწიფო ქარხანამ დაიწყო ფუნქციონირება და ყურძნის მიღება. მისი თქმით, გლეხს წელს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. თუ ყურძენს ვერ გაყიდით, სახელმწიფო ჩაიბარებს მაგ ყურძენს. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ გაყიდით, სახელმწიფო გადაიხდის კომპენსაციას. აი ყურძენი უკვე პება. მოწეულია ყურძენი. არ სიცით? რამე ყوارი ხარისხი ყوارსები. გამიდგინეთ ეს ხარისხი და მიიღეთ, გახსენით ქარხნები და მიიღეთ. იყო 70 თეთრი. მიიღეთ, რა ყوارიღეთ? 60-მა თავიანთ ვენახებს რომ კრეფავენ, გენოცვალი ის რა მოწეულია ჩემ ვენახზე უკეთესი? მაგრამ თავისას თავისასაც აკრიფავენ. როგორ აკრიფავენ? კარგით რა. მინის ხალხნები ელოდებიან ყურძნის დამწრებას. თავის ვენახებს კრეფავენ. თუ ყურძენი ფუჭდება, მაშინ შეგიძლია ჩააბაროთ 4 ქარხანა არის გახსნილი, რომელიც იბარებს, ვისაც უფუჭდება ყურძენი, აი როგორ იბარებს. აგერ არის 4 ქარხანა. მათხოვრების არა, ტონები თუ ჩავაბაროთ. კონკრეტულად გვითხარი. კილოგრამი კაწითელს როგორ ჩაიბარებს? ვერ დავყიდი, წამოუნა მოგყიდო, წამო. ეს კაროჩი მანქანა. საათ სახე 75-ში და 60-ში და 60-ში სახელმწიფო ჩავაბაროთ ყურძენი ძმაო. არ არის კლიენტი, სად წავიღოთ? აი მე მითხარ. ლაგოდეხი იბარებს 85 თეთრად მაგალითად. შეიძლება ლაგოდეხი იბარებს სიგნაღის საფერავს ამ ფასად. შესაძლოა შემდეგ გურჯაანის საფერავი უფრო მაღალ ფასად ჩაიბაროს. ეს გამოჩნდება მას შემდეგ, რაც რთველი გააქტიურდება. ჯერჯერობით რაც ასახად შეგვიძლია ვთქვათ, სახელმწიფო ზარალზე არ წაიყვანს მევენახეებს. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტეს, თუმცა გზა პოლიციის ჩარევის შემდეგ გაიხსნა. მევენახეების თქმით, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ყურძენზე ფასს არ გასდის, ისინი მოსავლის აღებას არ გეგმავენ.